მოგესალმებით ეთერშია გადაცემა ზღვარი. დღეს ჩვენი სტუდიის სტუმარია საბურთალოს წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური მღვდელი კახაბერ ტველდიანი. მოგესალმებით მამაო, დაგულოცეთ. ერთმა დაგულოცოთ, მადლობა მოწვევისთვის. დიდი მადლობა მობრძანებისთვის. დღევანდელი ჩვენი საუბრის თემა შეეხება მარხვას. თითქოს ბევრს საუბრობთ ამაზე, მაგრამ მარხვას აქვს როგორც ფიზიკური, ისე ფსიქოლოგიური, ისე ძალიან სულიერი მნიშვნელობა და ყველა ასპექტით შეიძლება ეს განვიხილოთ, მაგრამ თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს მარხვა, წელიწადში დაახლოებით 9 მარხვა გამოდის, 4 პარასკევს თუ ჩავთვლით და კიდევ თუ მეტი არა. რა არის ეს პირველ რიგში ეს დიდი მარხვა, რომლის დროსაც ჩვენ ახლა ამ გადაცემას ვწერთ და გარდა ამისა ეს 4 პარასკევის მარხვების ზოგადად საიდან იწყება ეს, რა არის მისი ისტორია? დაიწყო ღვთის მადლით შეწევით დიდი მარხვის პერიოდი დაიწყო და ეს არის განსაკუთრებული პერიოდი, როცა ადამიანი უნდა დაუფიქრდეს თავის ცხოვრებას. მარხვა არის საშუალება სინანულისკენ, აი საკუთარი ცოდვების განხილვისაკენ, უფალთან მიახლოების პერიოდი ეს დაწესებული, რა თქმა უნდა, წინო ზღვის ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაულს. ეს ორი ერთდროულად უნდა შეეძლოს ადამიანმა, რომ სინანული, საკუთარი ცოდვების განხილვა, გამოკვლევა, შენდობის თხოვნა და ეს ყველაფერი დაგვირგვინდება აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულით, უფალთან მიახლებით და მარხვა ამ ყველაფერში გვეხმარება, ეს არის საშუალება. დაწესებული, როგორც წმინდა მამები ამბობდნენ, სანამ ჯული მიეცემოდა ადამიანს, მარხვა მანამ დასაწყისშივე დაუწესა ღმერთმა ადამიანს. 60-ხეშივე, როცა ჩვენს პირველ მშობლებს ადამს და ევას მიეცა ცნება კეთილი და ბოროტის ცნობადი ხის ნაყოფის არ მიღებისა, თავშეკავებისა, ეს არის აი პირველი დაწესებული მარხვა და ამის შემდეგ ძველი აღთქმის ეკლესიაც მარხვას აწესებდა, წინასწარმეტყველები მარხულობდნენ, მოსე მათ შორის მარხულობდა, რა თქმა უნდა, უფალი შემდეგ ახალ აღთქმის ეკლესიამ ეს მიიღო და მაცხოვარი თვითონ მარხულობდა, მოციქულებიც მარხულობდნენ და წარმოუდგენელი ალბათ წარმოედგინოს ადამიანმა წმინდანი, რომელიც თქვათ მარხვასთან მარხვის მიმართ არ იყო ისეთი მოგზაურები თუ არა ყველაზე სამაგალითო მკაცრი მარხველები. შეუძლებელია ასეთ წმინდანის წარმოდგენაც და არც არის და აქედან გამომდინარე მარხვა არის ძალიან დიდი საშუალება, ძალიან დიდი დამხმარე ადამიანისათვის ამ ყველაფერში და ეს ალბათ თითოეული ადამიანისათვის არ არის რთული, გასააზრებელი და საკუთარ თავზე აღსაქმელი, იმიტომ რომ ყველას გვეხება, ყველას შეგვხებია და ყველას განგვიცდია გარკვეულწილად რა, რომ ადამიანი შედგება, ჩვენ ვართ სულისა და ხორცის ერთობა. სული და ხორცი ერთმანეთთან დაკავშირებული სასწაულებრივად, ღვთაებრივად არც ბოლომდე შეერთებული, რომ ან ხორცი ვიყოთ, მხოლოდ ან სული ვიყოთ, მაგრამ ისეც არ არის განყოფილი, რომ სადღაც ზღვარი რომ ვიცოდეთ, სად არის ზღვარი. აი ასე ღვთაებრივად არც ბოლომდე შეერთებული, არც ბოლომდე განყოფილი ჩვენ ვართ სულის და ხორცის ერთობა. შესაბამისად ჩვენ გვახასიათებს ხორციელი მხარე ჩვენი ცხოვრების და ასევე სულიერი მხარე. და ხორციელი მხარე რა არის, რაც აი უშუალოდ ხორცს უკავშირდება ჩვენს ფიზიკურ მატერიას. ეს არის კვება, შიმშილი, ძილი, მოსვენება, ჯანმრთელობა, ავადმყოფობა და ნუ შემდეგ მასთან დაკავშირებული უფრო დანარჩენი თემები, რომელიც არის თქვათ კომფორტის მიმართ დამოკიდებულება და ასე შემდეგ. და სულიერი მხარე არის ეს სარწმუნოება, ოწყალება, კეთილი საქმეები, სინანული და ასე შემდეგ. და ჩვენს თავზე ალბათ ყველას განგვიცდია, რომ
როგორ ახდენს ესენი ერთი მეორეზე გავლენას. ეს არ არის განცალკევებული, რადგან ჩვენ ორივე ერთად დავართ, შესაბამისად ჩვენი ერთი მხარე მეორეზე გავლენას ახდენს და მეორე პირველზე. ყველას განგვიცდი ალბათ, რომ ადამიანი როცა მიდრეკილია კვებისკენ, ზედმეტი კვებისკენ, ხო? იმას უჭირს შემდეგ სულიერ თემებზე ფიქრიც კი, არა თუ აღსრულება, ლოცვა, სინანული ან ასე შემდეგ. ასევე როცა ჩვენი სხეული ავადმყოფობით არის დამძიმებული, ეძნელება და უჭირს მას სულიერი იგივე მხარის აღსრულება, ისეთნაირად როგორც სასურველი იქნებოდა და შესაბამისად სულიერი მხარეც ახდენს გავლენას. აი თუ განგვიცდია ჩვენ რომ აი დიდი ვთქვათ მწუხარების დროს როგორ ეკარგება საერთოდ მადა ადამიანს და საჭმელზე და განამხოლოდ კვებაზე ხორციელი მხარე თითქოს საერთოდ აღარ საინტერესებს არაფერი ამ ქვეყნიური, რაც უკავშირდება მის ხორციელ მხარეს. და აქედან გამომდინარე, რადგან ესენი ერთი მეორეზე ასე მჭიდროდ და ასე დიდ გავლენას ახდენენ, ეკლესია გვეხმარება დაწესებული მარხვებით იმაში, რომ ერთდროულად მარხვა დაწესდეს საკვების მხრივ, ღვიძარების მხრივ, ძილის შემცირების მხრივ და მეორე მხრივ ასევე სინანული ის ლოცვები განსაკუთრებული, რომლებიც სასურველია, რომ მარხვის პერიოდში ადამიანმა შეასრულოს, იფიქროს, იკითხოს და ეს ერთი მეორეს ეხმარება და ადამიანი თავის ნამდვილ დანიშნულებას უახლოვდება, უფალთან სიახლოვეში ეხმარება ეს ყველაფერი. მამა, აი ძველ აღთქმაში ძალიან ხშირად არის, რომ როდესაც ბრძოლის წინ, ან რაიმე გადაწყვეტილების მიღების წინ, ან როდესაც უფალთან სათხოვარი ქონდათ ადამიანებს, ხშირ შემთხვევაში ისინი მარხულობდნენ სხვადასხვა რაოდენობის დღით, ან ზოგი 40 დღიანი, ზოგი თქვათ რაღაც ერთკვირიანი მარხვებია და თითქოს ეს არის მომზადება კონცენტრაციისკენ, უკეთესად რომ შეძლოს თავის მართვა, იმიტომ რომ დღევანდელ დღეს ერთ-ერთი დიდი პრობლემა, შეიძლება ყოველთვის ასე იყო, მაგრამ თანამედროვე ადამიანს ძალიან უჭირს საკუთარი ქცევის კონტროლი, თვით კონტროლი, თავშეკავება, რასაც ქვია. ეს თავშეკავება ზოგისთვის აღიქმება როგორც მონობად, რომ აი მე თავისუფალი ვარ და უნდა შევიკავო თავი და დღეს ამისი, ასე ვთქვათ, კულტივირებაც ხდება ჩვენს ახალგაზრდებშიც, საზოგადოებაშიც და აი ეს მარხვისადმი დამოკიდებულება, როგორ უნდა გახდეს ისეთი, რომ ადამიანმა იგრძნოს, რომ დიახ, აი დიდი საქმეების წინ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ამას აკეთებდნენ ჩვენი წინაპრების და იგივე იოანე ნათლისმცემელი მთელი ცხოვრება მარხვაში გაატარა და უფალი იესო ქრისტე, რომელიც უდაბნოში გადის, მანამ სანამ ის გამოჩნდება ხალხში და მანამ სანამ ის დაიწყებს ქადაგებას. თუ არ ვცდები კანას და მოღვაწეობას პირველი სასწაული კანას გალილეაში. ხო, პირველი სასწაული მოხდება კანას გალილეაში, მაგრამ აი ეს 40 დღიანი მარხვა უდევს წინ, რომელიც თქვათ, ესეც არის ალბათ მაგალითი იმისა, თუ რისთვის არის საჭირო, მაგრამ რო განმარტოთ მაინც, რას ემსახურება ეს, რას ემსახურებოდა ეს გასვლა და რა მაგალითია ეს ჩვენთვის. სულიერი თემებზე თქვენ ისაუბრეთ ახლა და კონცენტრაცია სულიერ თემებზე. ხორცის აღვირის ასხმა და გადართვა სულიერ თემებზე და ჩვენი ცხოვრება ისეთია მოცული ამ ქვეყნიური და თან დღევანდელობა კიდევ უფრო მეტად და ალბათ ხვალინდელ დღე კიდევ უფრო მეტად დამძიმდება ადამიანს. თითქოს ერთი წამიც არ აქვს, რომ რაიმე საკითხს ცოტა სიღრმისეულად მიუდგეს და ანალიზი მოახდინოს რაიმე ნებისმიერი თემის, იმიტომ რომ იმდენი არის ნაკადი ამ ინფორმაციის, რომ ვერ ასწრებს ადამიანი დაფიქრებას და ჩვენ რაღაც დახმარება გვჭირდება მობილიზება, რომ დავახარისხოთ მნიშვნელოვანი, უმნიშვნელო საკითხები და რაც მთავარია, ის არ დაგვრჩეს საერთოდ უყურადღებოდ. რაც არის ჩვენი არსებობის მთავარი მიზანი. ეს არის
აი სამსჯავრო, რომელიც ჩვენ გველოდება და როგორ წავდგებით ჩვენ უფლის წინაშე. აი ეს არის მთელი ჩვენი ამ ქვეყნიური მოგზაურობის თავარი მიზანი საბოლოო და ამაში ჩვენ გვეხმარება მარხვა ამ დიდი მიზნის პერიოდულობით თავისი წლიური ციკლის განმავლობაში ეკლესიას დაწესებული აქვს პერიოდულობა ამ მარხვებისა, რომ ადამიანი სულ იყოს რაღაცნაირად მობილიზებული, სულ იყოს ფორმაში გარკვეულწილად და მაგალითები, რა თქმა უნდა, უთვალავია ძალიან ბევრი, ძალიან ბრწყინვალე მაგალითები, აი ნინეველების მარხვა მაგალითად, რომელთა ქალაქი უნდა განადგურებულიყო და მათ შეძლეს ეს არის განმაცვიფრებელი მაგალითი, რომ მთელი ნინევია დადგა და დაიწყო მარხვა, ძაძით შეიმოსდნენ და გადახედეს თავიანთ ცხოვრებას, დაინახეს მთელი ცოდვიანი ცხოვრების საშინელება, აღიარეს, რომ ისინი ღვთის წინაშე დამნაშავე იყვნენ ყველაფერში და სინანულით ითხოვეს შენდობა და მიიღეს მათ ეს შენდობა, აი ეს არის ყველაფრის გამო, მარხვის, სინანულის და ცოდვების დანახვის შემდეგ მათ მიიღეს შენდობა. ეს არის საოცარი მაგალითი. მოსე მამამთავარი ჩვენი, მოსე შულისმდებელი ძველი აღთქმის, ის 40 დღე მარხულობდა, სანამ იკადრებდა, რომ რაღაც სიახლოვეს ყოფილიყო უფალთან, ეკადრეს, რომ მიახლოებოდა აი რაღაც ადამიანისთვის დასატევნელ მდგომარეობამდე და ასევე ძველი აღთქმის ნათლისმცემელზე ვთქვი ჩვენ, ის ძველ აღთქმასაც ეკუთვნის ახალსაც და მაცხოვარი ჩვენი მაგალითი 40 დღიანი მარხვა მისი დაწესებული და ამის შემდეგ ამ ყველაფრის შემდეგ ეკლესიამ დააწესა არის ერთდღიანი მარხვებიც, მრავალდღიანი მარხვებიც. ადამიან დღეს ეს არც არის დიდად გასაკვირი არ უნდა იყოს, იმიტომ რომ თანამედროვე ცხოვრებაში, ყოველდღიურობაში იმდენნაირი დიეტა არის და ისეთი აკრძალვები შეიძლება ადამიანმა თავის თავს დაუწესოს, მარხველსაც შეიძლება გაუკვირდეს ისეთი მკაცრი, მაგრამ დალოცვილო დიეტას თუ ასე მკაცრად იცავდა, ეს გამოდის, რომ შეგვიძლია ეს ყველას, ხო? მოდი რა, რაც უფრო შეუდარებლად აღმატებულია, რაც უფალთან არის კავშირში და არა ჩვენს აი ფორმაში ყოფნასთან და რაღაც გარეგნულ ვიზუალურ ხარისთან მხოლოდ, ხო? ესეც უნდა დავიცვათ და შესაძლებელია და რაც შეეხება თავისუფლებაზე თქვენ რომ ახსენეთ ახლა თავისუფლების მიმართ ასეთი გაგება, თავისუფლების ასეთი გაგება, რომ აი რაც ჩვენ გვინდა, ის შეგვიძლია გავაკეთოთ, იმიტომ რომ ამით გამოიხატება, რომ ჩვენ ვართ ნამდვილად ყოველმხრივ თავისუფალი, რაც გვინდა, იმას მივიღებთ, იმას გავაკეთებთ, ვიტყვით და არ დაუწესებთ ჩვენ თავს რაღაც შეზღუდვებს. ერთი მხრივ შეიძლება რაღაც ლოგიკის მსგავსი ამაში იყოს, მაგრამ ეს იმდენად გულუბრყვილო ახსნა არის თვითონ თავისუფლების, რომ ალბათ რა ვიზარ დასული ადამიანებისთვის მაინც ღიმილის მომგვრელი შეიძლება იყოს და თუ კი მაინც ამ კუთხით განვიხილავთ თავისუფლებას, რომ აი რაც მინდა ის გავაკეთო თუ არ გავაკეთო, მაშინ შეიძლება მეორე მხრიდან რომ შევხედოთ, შეიძლება ზუსტად იმის არ გაკეთება, რაც გინდა, ეს იყოს ზუსტად თავისუფლება, რომ შენ შეგიძლია რაღაცა გინდა, მაგრამ შენ წყვეტ ამას, თვითონ წყვეტ, გინდა, მაგრამ არ გააკეთებ რაღაცის გამო და არა ინსტინქტურად მიყვები ამას და ემორჩილები ყველანაირ სურვილს. პირიქით, შეიძლება ვიღაცის გულისთვის, რაღაცის გულისთვის მინდა რაღაც რომ თქვათ გავაკეთო, მაგრამ აი ღვთის გულისთვის, ოჯახის გულისთვის, სამშობლოს გულისათვის არ წავალ ამაზე და ეს არის მოწამეების მაგალითებია უთვალა სიცოცხლე ყველას უნდოდა, მაგრამ უფლისთვის, სამშობლოსთვის, ქვეყნის თავისუფლებისთვის, ახლობლებისათვის ისინი თმობდნენ სიცოცხლესაც კი და მე ვფიქრობ, რომ თუ ამ კუთხით შევხედავთ
სურვილის შესრულება არ შესრულება ადამიანები ვიცით ჩვენ რომლებიც საკუთარი ორგანოს თქვა თირკმელი, ღვიძლი დაუთმიათ სხვა ადამიანებისთვის რა მათ არ უნდათ ეს უნდათ მაგრამ საკუთარი სურვილის წინააღმდეგ წავიდნენ და ეს არის უდიდესი მსხვერპლი და უდიდესი გმირობაც და თავისუფლებაც იმიტომ რომ თვითონ გადაწყვიტავს ადამიანი წყვეტს თვითონ რა გააკეთოს და რა არ გააკეთოს მამო ეკლესიაში რომ მადლია და ნამდვილად არის დიდი მადლი და გადარჩენა და რაღაცნაირად კიდობანია დღეს ის ეკლესია აზვირთებულა ამ ოკეანეში სადაც ნებისმიერ ადამიანს ალბათ თუ უნდა ეცადოს რომ იქ შევიდეს მოხდეს შეასწროს თითქოს ზოგჯერ მოსწრებაზეც არის სიცოცხლე საკმაოდ ხანმოკლეა რაც არ უნდა დიდხან სიცოცხლეს ადამიანმა ის ძალიან სწრაფად გადის და რაღაცნაირად ამ მადლის გარდა არის საოცარი სიბრძნე ისე არის ყველაფერი გადალაგებული წლის განმავლობაში რომ მთელი წელი თითქოს ეს ღვთისმსახურებაში მყოფი ადამიანი არ წყდება არც სულიერებას და არც რა თქმა უნდა მიწას ესე ფსევდოსულიერებაც რაღაცა შეიძლება იყოს გარკვეული ხიბლის და ისევე როგორც მარტო ფიზიკურობა ვთქვათ მარტო ჭამასმა ვარჯიში დიეტა და მეტი არაფერი ეს ერთად მნიშვნელოვანია და აი ამ დიდ მარხვაში არის პირველ და ბოლო კვირაზე ამბობენ აი ვნების შვიდეულზე და ზოგადად ღვთისმსახურება რით განსხვავდება რითი განსხვავდება ჩვენი ლოცვა მარხვაში იმის გარდა რომ საკვებით შეზღუდვა ხდება. ეს სწორად აღნიშნეთ ნამდვილად რომ ადამიანი სანამ დაიწყებს და სანამ გახდება ამ ეკლესიური ყოველდღიური ცხოვრების წევრი მანამდე უბრალოდ გაცნობითაც კი შეიძლება აღფრთოვანებაში მოვიდეს როგორ ბრძნულად არის ეს ყველაფერი დალაგებული მთელი წელიწადი ეს ციკლი საღვთისმსახურო ციკლი ეკლესიაში იმდენად ბრძნულად არის ეს როგორც ფიზიკური მხარე გათვალისწინებული და ღვთაებრივ ეს ხო სულიწმინდის მადლით და მისი მოქმედებით ხდება ეს და ღვთის გამგრძნობილი ადამიანების მიერ როგორც ფიზიკური მხარე ხორციელი ნაწილი ასევე სულიერი თემები, რომლებიც ერთდროულად შეზავებული არის, აი საოცრად აღფრთოვანების გარეშე შეუძლებელი ამ ყველაფრის გააზრება და დანახვა და მით უმეტეს შემდეგ მონაწილეობა. მაშინ მონაწილეობა მარხვევს მოსამზადებელი პერიოდიც უძღვის წინ, როგორც ფიზიკური და ხორციელი, ასევე სულიერი თემები, რომლებიც ამ დროს იკითხება ეკლესიაში, ასევე თავშეკავება ნაბიჯ ნაწილობრივ ვიცით ჩვენ არის მთლიანად ხსნილი კვირა შემდეგ ოთხშაბათ პარასკევი მარხვით შემდეგ ყველიერი რომელიც მთლიანად ხსნილია მთელი კვირა მაგრამ ხორცია ამოღებული რომ ადამიანის ფიზიკურადაც აგერ დაუმძიმდეს და რაღაც ის კი არ მიიღოს ზიანი პირიქით ნელ-ნელა შეუდგეს ეს მხარე ბრძნულად და ასევე საკითხავები მოსამზადებელი ზუსტად მიყვება ზაქეს კვირა შემდეგ მეზვერე ფარისევლის რომელიც ულუფობით ასე თითქოს ადამიანს აძლევს იმ სააზროვნოდ საფიქრად იმ თემებს რომლებიც მან უნდა რაც არის ჩვენი ცხოვრების თავარი არსი და აზრი და აი ბრწყინვალე აღდგომა საბოლოო ასევე პირველ კვირაში ანდრია კრიტელის სინანულის კანონი რომელიც ასევე აღფრთოვანების გარეშე შეუძლებელია მისი წაკითხვა და გააზრება რომელიც ეკლესიამ მიიღო ის იკითხებოდა შემდეგ აი ხუთშაბათს მაგრამ ეკლესიამ დააწესა რომ პირველ კვირაშიც მეხუთე კვირის ხუთშაბათს სრულად იკითხება მარხვის მაგრამ პირველ კვირაშიც დააწესა რომ აი პირველ დღეებზე გადანაწილებულად ხუთშაბათის ჩათვლით ნაწილ დაყოფილად იკითხებოდეს ანდრია კრიტელის კანონი ეს არის ძალიან ღრმა და სულიერი სინანულის კანონი რომელიც ჩვენმა დიდმა მამებმა ექვთიმე ათონელმა თარგმნა გიორგი ათონელმა კიდე ცალკე თარგმნა და არსენი ყალთოელმა დავით აღმაშენებლის
წმინდა მეფის თხოვნით კიდე ცალკე თარგმნა. ანუ ჩვენ გვაქვს 3 ქართული თარგმანი ამ ბრწყინვალე კანონის, სინანულის კანონის, ანდრია კრიტელის ესენი განსხვავდებიან ერთმანეთისაგან. პირველი თარგმანი იყო ექვთიმე ათონელის, რომელმაც თარგმნა ამ თავისუფალი მიდგომით, ოღონდ ამ სიტყვის სწორი გაგებით. თავარი იყო არა ექვთიმე მიუდგა შემდეგნაირად, რომ არა ვთქვათ დედანთან მაქსიმალური სიახლოვე დაეცვა, რომ აი ბუკვალური თარგმანის მსგავსი, არამედ ქართულისთვის, ქართული აი წყობისათვის, აზრის, წინადადების წყობისთვის და აღქმისათვის აზრი რა თქმა უნდა და აი ასე მოქნილად და ბრძნულად და დიდი ხელოვნებით თარგმნა. შემდეგ გიორგი მთაწმინდელმა და რაღაც ნაწილი, რომელიც მისი აზრით სასურველი იყო, შეცვლილი იყო, რაღაცები ამოიღო რაღაც ნაწილი, რომელიც ეგ ძველისკენ მიმაქცეველი და გონების გარდამაუქცეველი, ანუ რომელიც წყვეტდა ძირითად ნაწილს მისი შეფასებით და ჩაამატა უფრო სინანულის ნაწილი რა. და გიორგი მთაწმინდელმა მთლიან დედანთან ახლოსაც თარგმნა და ექვთიმეს დამატებულებიც დატოვა. უდიდესი პატივისცემის ნიშნად და უდიდესი მოწიწების მიმართ ერთმანეთის გიორგის ექვთიმესადმი, რა თქმა უნდა. და არსენ იყალთველმა კიდე დედანთან მაქსიმალური სიახლოვით თარგმნა და გიორგის რაც ჰქონდა დატოვებული გიორგი მთაწმინდელს, ისინი ექვთიმესეულები გამოაკლო და დედანთან მაქსიმალური სიახლოვით თარგმნა და სხვათა შორის წმინდა მეფემ დავით აღმაშენებელმა თავის გალობანი სინანულისანი ამის ანდრია კრიტელის კანონის ფაბულაზე, ასე რომ ვთქვათ, ააგო და ეს ამის მიხედვით თავისივე დავითმა, როგორც უდიდესმა ღვთისმეტყველმა, დავით აღმაშენებელი იყო უდიდესი როგორც მეფე, ასევე ადამიანი და ქრისტიანი. და ასევე ეფრემ ასურის ლოცვები, კრიტელის კანონით თქვით, რომ უდიდესი სიღრმის და სიმაღლის ერთდროულად კანონი, ასევე ეფრემ ასურის ლოცვა იწყება სამშაბათ საღამოდან დიდი მარხვის ყველიერის კვირაში და უნების შვიდეულამდე პარასკევს საღამოს წყდება ყოველ კვირაში. ეფრემ ასურის ლოცვა, რომელიც არის ძალიან ღრმა და სულიერი. მე რო ქრისტიანული ცხოვრება დავიწყე, ეფრემ ასურის ლოცვა იმხელა შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე, რომ ფიქრობდი, რომ აი ამის მეტი შეიძლება არც არაფერი არ იყოს საჭირო, იმდენად მთელი ჩემი გონება იყო დიდი ხნის განმავლობაში აღფრთოვანებული ამ სიტყვებით. ფალო და მეუფეო და როგორც არის შემდეგში. და უნების შვიდეული, ეს არის აღდგომის წინა მარხვა, ორ ნაწილად იყოფა და ცალკეა გამოყოფილი უნების შვიდეული, ის ბოლო კვირა მაცხოვრის ამ ქვეყნიური ცხოვრების, აი ყოველდღიური განხილვით და მსახურებაც განსაკუთრებულია და განსხვავებული ყოველდღიური და მარხვაც მძიმდება, რა თქმა უნდა, ბოლო კვირაში. და მანამ სანამ ჩვენ ზოგადად კიდევ სხვა მარხვებზე ვილაპარაკებდით, რომელიც წლის განმავლობაში არის შედარებით გრძელი. ძალიან მნიშვნელოვანია აი ყოველკვირეული ოთხშაბათი პარასკევის განმარტება, იმიტომ რომ ზოგჯერ ადამიანს ეს რუტინაში ავიწყდება ეს რომ ოთხშაბათია თუ პარასკევია და შეიძლება თუ ჩვევაში არ გადაიტანა ძალიან გაუჭირდეს. ზოგადად ის რომ ღმერთმა სამყარო 7 დღეში შექმნა და მე-7 დღეს დასვენება და ესეც როგორ ბრძნულად არის მისადაგებული თუ საოცარი თავსებადობა არის. აქაც იგივე ქრისტიანობასთან, ღვთისმეტყველებასთან ის კვირის აგებულებაც ორშაბათიდან ორშაბათამდე და კვირის ანუ უფლისადიდებელი დღის ჩათვლით და აი ეს ოთხშაბათი პარასკევის მარხვა რა არის და რა რისთვის არის აუცილებელი ეს
დღევანდელი ეპოქა, აი ეს თქვათ ერთი საუკუნის წინ და მით უმეტეს კიდევ უფრო შორს, როგორი რეჟიმი იყო ცხოვრების, როგორი რიტმი იყო, ხო? შედარებით უფრო დინჯი და მშვიდი და დღევანდელობა კიდე აი რაღაც ისე დუღილს გავს, ოღონდ არც ისე სუფთა დუღილს და ეს მარხვები ყოველკვირეული ოთხშაბათ პარასკევის არის ზუსტად ის რაღაცნაირი გამომაფხიზლებელი ქრისტიანისათვის, რომელიც შეიძლება ადამიანები ვართ ყველა და ეს წუთი სოფლის ყოველდღიური საქმეები ადამიანს ისე ითრევს და ეს კიდე გვეხმარება ჩვენ რომ გამოვიდეთ და მთლიანად არ შთავინთქათ ამ წუთი სოფელში. ოთხშაბათის მარხვა დაწესებულია როგორც ვიცით მაცხოვარი გაიცა ოთხშაბათს და პარასკევს ეცვა ჯვარს ჩვენი ცოდვებისათვის ეცვა მას ცოდვა არ ქონდა და ჩვენი ცოდვებისთვის ადამიანმა აცვა ჯვარს პარასკევს ოთხშაბათს კიდე ღალატით გასცა ადამიანმა რომლისთვისაც მოვიდა რომლის გამოსახსნელადაც ეს არის უდიდესი სირცხვილი კაცობრიობის რაც მოხდა ოთხშაბათს და პარასკევს კიდე ამ სირცხვილს კიდე უდიდესი დანაშაული რომლის მსგავსი არც მანამდე და არც მომავალში არ ყოფილა და არ იქნება ეს ორი უდიდესი სირცხვილი და უდიდესი დანაშაული და ეს აზრიც დევს ამ მარხვების დაწესებაში ოთხშაბათის და პარასკევის ზოგადად რიტუალს აქვს ძალიან დიდი დატვირთვა ისედაც ურთიერთობებში, იმიტომ რომ რიტუალი არის ის, რითაც ჩვენ არ გვაძლევს საშუალებას რომ დავივიწყოთ. იგივე ნებისმიერი რიტუალზე არა მაქვს ახლა ლაპარაკი ვთქვათ, მათ შორის არის აზრს მოკლებულებიც ალბათ, მაგრამ მე ზოგადად ვამბობ ოჯახური იქნება ტრადიციები, რა თქმა უნდა, ეკლესიური და ასე შემდეგ. ალბათ ყველაფერი ის არის, რომ არ დაგავიწყდეს მთავარი, არ დაგავიწყდეს ღმერთი, რომ იგივე კვირას მისასვლელი ხარ ტაძარში და ხანდახან მიფიქრია, რომ რა მდარია და რა ღარიბია იმ ადამიანის ცხოვრება, ვისაც ეს არ აქვს და ალბათ ეს ყველაფერი წინა აქვს თითოეულ ადამიანს, რომ იგრძნოს მსახურებისა ეს რაღაც სიტკბოება თვითონ. და ეს ჩვენი დღევანდელობა თქვენ ძალიან სწორად შენიშნეთ, მართლაც აჩქარებულ დროში ვცხოვრობ, ძალიან აჩქარებულში. გაჩერების არც დრო, არც საშუალება, საკუთარ თავთან შეხვედრის საშუალება არ არის. თითქოს თუ ხანდახან ავადმყოფობის დროს ან იგივე მე პატიმრებთან როცა ვმუშაობ ან რაღაც რეაბილიტაციო ცენტრში ხშირად მithქვამს, რომ შენ ახლა აქ გაჩერება გაქვს და ეს უნდა გამოიყენო იმისთვის, რომ დაფიქრდე აღმოაჩინო რაღაცები შეცვალო, რაღაც გადახედო შენ ცხოვრებას. რაც ძალიან მნიშვნელოვანია და ამის საშუალებას იძლევა ნამდვილად მარხვა და აი თვით კონტროლის ჩამოყალიბებას ძირითადად. ასევე ის ლოცვები, რაც თქვენ ბრძანეთ და შესანიშნავია, მართლაც შესანიშნავია ეს ლოცვები. უბრალოდ ყოველ მარხვასთან აუცილებლად მოყვება მსგებსი, რომელზეც მე ბოლოში მინდა გითხოთ ეს რა ნუგეშია, მაგრამ დანარჩენი მარხვებიც, აი მოთხშაბათ პარასკევის გარდა, რაც ჩემი აზრით მართლაც მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ თქვენ რო საუბრობდით, აი ეს იმდენად თითქოს დავიწყებული გვაქვს ხანდახან, რომ აი გათენდა ოთხშაბათი და ეს რა დღეა კაცობრიობისთვის, ან გათენდა პარასკევი და რა ვქენით ჩვენ ადამიანებმა ამ დღეს. ამის გახსენება ალბათ მარტო საკვებით ძალიან მცირედია ალბათ, მაგრამ ესეც ძალიან მნიშვნელოვანია. და ის დანარჩენი მარხვები რატო დააწესა ეკლესიამ, ესე ვთქვათ, იგივე პეტრე პავლობის, იგივე მარიამობის, იგივე შობის მარხვა, რომელიც ასევე ზოგჯერ ხანგრძლივია, ზოგი მოძრავია, ზოგი უძრავი, მოკლედ ასე ვთქვათ. შობის წინა მარხვა 28 ნოემბრიდან 7 იანვრამდე გრძელდება. ყველაზე მკაცრი ამ კუთხით საკვებთან მიმართებაში არის აღდგომის წინა მარხვა, დიდ მარხვასაც უწოდებთ ჩვენ, სადაც თევზიც ამოღებულია. და შობის წინა მარხვა, აი მიახლება შობასთან, უფალთან,
განწმენდა შეხვედრის წინ, როგორც ამის სახე იყო მოსეს მარხვა, სანამ მიიღებდა სჯულის ფიცრებს და მათი მცნება. მოსემ როგორც იმარხულა 40 დღე უფალთან შეხვედრამდე, ასეთივე ამის მსგავსი არსით არის. ის არის წინასახი ამისა შობის წინა მარხვის, რომელიც აი ბოლოში მკაცრდება. ასეთი მკაცრი არ არის როგორც დიდი მარხვა, იქ თევზი დაშვებულია, ოღონდ 25 დეკემბრის შემდეგ თევზითაც მკაცრდება და მარხულდება. შემდეგ მოციქულთა ღვაწლის გასააზრებლად, დასაპატივის მისაგებად დაწესებულია პეტრე პავლოვის მარხვა, მოციქულთა თავთა სახელობის მარხვა. ის მოძრავია, მისი ხანგრძლივობა შეიძლება 8 დღე იყოს, შეიძლება 42 დღემდეც გაგრძელდეს ხოლმე. ეს დამოკიდებულია აღდგომა, რადგან მოძრავი თარიღია, შესაბამისად პეტრე პავლოვის მარხვის დასაწყისით 12 ივლისს მთავრდება სულ ყოველთვის, მაგრამ მისი დასაწყისიც მოძრავია სულთმოფენობიდან 1 კვირის თავზე იწყება. და შესაბამისად სულთმოფენობა დაკავშირებული აღდგომის მოძრავ დღესასწაულთან განსაზღვრავს პეტრე პავლოვის მარხვის დასაწყისს და მის ხანგრძლივობასაც. და ღვთისმშობლის პატივსაცემად დაწესებული, ხო, პეტრე პავლოვის მარხვა შედარებით მსუბუქად ითვლება თევზი დასაშვებია მარხვაში, რა თქმა უნდა, უთხშობათ პარასკევის გარდა. და ორკვირიანი მარხვა აგვისტოში მარიამობის წინ, ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულის წინ. და ისეც არის განაწილებული, რომ თითოეული სეზონის ცვლილებას ემთხვევა, აი ზაფხულის ბოლოს, აი როცა შემოდგომა უნდა დაიწყოს, ადამიანის ასეთნაირად დღესასწაულით მარხვით, ახალი სეზონი თითქოს ყველა სეზონი იკურთხება თითოეული ამ მარხვით. და ის რომ ულოცავდნენ ადრე ჩვენ წინაპრები ერთმანეთს მარხვის დაწყებას, რომელიც რაღაც ერთ სადღაც საკითხული მაქვს, რომ გამოქონდა თუ ქვაბები, დაფები, ყველაფერს ხეხავდენო ესე, რომ იქ არაფერი ცხიმი არ შეყოლოდათ. რასაც თქვენ წერან საუბრობდით რიტუალური საკითხები. წმინდა მამებიც ხაზს უსვამენ, რომ ადამიანებს ჩვენ გვახასიათებს ჩვევები. გვაქვს რაღაც მოქმედება, შემდეგ გადაგვდის ჩვევაში. და შესაბამისად გვაქვს კარგი ჩვევები და გვაქვს ცუდი ჩვევებიც. და ის რაც ჩვევაში გადადის, მერე ძნელად არის ჯულზე უმტკიცესი ქართული ანდაზაც არის და მამები, წმინდა მამები გვირჩევენ, რომ ეკლესიური ცხოვრების ეს წესებიც უნდა აღვასრულოთ ძალიან ზედმიწევნით ხშირად, როგორც დაწესებულია, ისე რომ შემდეგ ჩვევაში რო გადავიდეს და უკვე შეიძლება თავიდან რაღაც გვეძნელებოდა, მაგრამ შემდეგ ეს იმდენად გადადის ჩვევაში, რომ აღარ გვეძნელება და უფრო იოლად ეს გვეხმარება ეს თვისება და ცუდი ჩვევები კიდე მაქსიმალურად უნდა განვაგდოთ ჩვენგან. ოღონდ აქ ერთი მომენტია კიდე ამ ჩვევას არ უნდა ახლდეს თან რაღაც საკითხისადმი, რომელიც მოწიწებას იმსახურებს და ასეთ დამოკიდებულებას ამ მიჩვევამ არ გააუბრალოს იმისადმი ჩვენი დამოკიდებულება და არ შევეჩვიოთ ისე, რომ შესაფერისი პატივით და შინაგანი დამოკიდებულება რომ არ დაგვეკარგოს. ესეც უნდა გავითვალისწინოთ. შემიძლია აქ გითხოთ, სანამ ისევ გავაგრძელებთ, თქვენ სვანეთიდან ბრძანდებით და პატრიარქმა უწმინდესმა ბოლო წლები აღადგინა ლამპრობის დღესასწაული, რომელიც 15 თებერვალს არის მირქმას, რომელიც ისე ძალიან დიდი დღესასწაულია. და რა არის ეს ლამპრობა? რითი არის ესეთი რაღაც იდენტობასთან არის დაკავშირებული უფრო ჩვენთან, იმიტომ რომ ადრე ამის შესახებ ნაკლებად ვიცოდით აქეთ. ლამპრობის დღესასწაული ეს უფრო ერთიანობის განცდისათვის ამის სიმბოლოა და
სიმამაცის და ერთმანეთის და იმედების რომ ამ დროს ცეცხლინთება ვაჟების რაოდენობის მიხედვით და ერთიანდება რა ის ხალხი ამ დროს და კოცონიც დიდი და ძლიერია და შესაბამისად ერთობის აღქმაც ძლიერია და ერთმანეთის გაძლიერება ძალიან მჭირდება ნამდვილად ძალიან მჭირდება მამაო არსებობს გარეგანი და შინაგანი მარხვა ხო ძალიან ბევრი სამწუხაროდ სოციალური ქსელი რაც არსებობს ძალიან ბევრი სიბინძური იღვრება იქიდან მათ შორის სიწმინდეების მიმართებითაც ნებისმიერი მე მგონი არ დარჩა არაფერი რაც არ გაამასხარავეს და აი მარხვაზეც ხშირად არის სამარხო ტორტები, სამარხო რაღაცა კამფეტები, სამარხო ყველი და ეს რა მარხვა თუ მარხულობ დიეტაზე ხარ თუ არა და რაღაცა გლიცინის საგანი ხდება. აი რა არის ეს გარეგანი და შინაგანი მარხვა? ძალიან კარგია რომ ამ საკითხზე ვისაუბრებთ ახლა ჩვენ. ერთი რაც ალბათ რო არ გამოგჩეს და უნდა ვთქვათ ეს არის ის რომ ჯულის კანონითაც ვინც არ მარხულობს ზიარება იმისი არ შეიძლება. რა თქმა უნდა თუ არ აქვს კურთხევა და ასე რომ ვთქვათ ავადმყოფობის და სხვადასხვა ორსულობის ან მეძუძურობის ან ასაკის ბავშვი ან ღრმა მოხუცი ამ თუ რაიმე ასეთი ის არ არის მაგ შემთხვევაში ადამიანს მოეთხოვა მარხვის დაცვა და თუ არ მარხულობს ადამიანი მარხვებს არ იცავს მისი ზიარება არ შეიძლება. რა თქმა უნდა არის მარხვა გარეგანი და შინაგანი. გარეგანი რომელიც საკვებს უკავშირდება პირდაპირ რაღაც ქცევის უფრო თავდაჭერას და ასე შემდეგ და ასევე შინაგანი მარხვა. ვერ ვიტყვით რომ გარეგანი მარხვა, გარეგნულად მარხვა უნიშნელოა. ვერ ვიტყვით, მნიშვნელოვანია რა თქმა უნდა, მაგრამ შინაგანი სულიერი მარხვა კიდევ უფრო აღმატებულია მასზე. ანუ ამ დროს ჩვენ ერთდროულად როგორც ვისაუბრეთ რომ ჩვენ სული და ხორცი ვართ და სული აღმატებულია ხორცზე, ჩვენს მარხვასაც და ყველანაირ საქმეს ეს ორი მხარე მუდმივად თან ახლავს. არის მარხვის შემთხვევაში გარეგნული მარხვა, საკვებისგან თავშეკავება, რაღაც სხვადასხვა ვთქვათ სამხიარულო ღონისძიებებზე მონაწილეობისგან თავშეკავება და არის ასევე სულიერი მარხვა, რაც უკავშირდება აი ჩვენს ძირითად გრძნობათა ორგანოებს, რო ვთქვათ აი ენით ადამიანმა უნდა თავშეკავება გამოიჩინოს და განკითხვა თუ რაიმე ცუდი სიტყვები, სიტყვაობა, მსგავსი ან წყევლის მსგავსი რაიმე ეს ყველაფერი მაქსიმალურად უნდა აკვეთოს მთლიანადაც მთელი ცხოვრების მანძილზე და განსაკუთრებით მარხვის პერიოდის დაწყება ამაში კიდე რაღაც ზარის შემოკრასავით არის რომ აი ზარის იწყება რაღაც პერიოდი და ეხლა მაინც კიდე ყველაზე მეტად მობილიზაცია უნდა მოახდინოთ. ენა უნდა მოვთოგოთ, თვალი რაღაც ისეთი სურათებისგან, ისეთი სანახაობისგან უნდაავლაგმოთ და მოვაშოროთ. ასევე სმენა შეიძლება ჩვენ არ განვიკითხავთ, მაგრამ ისეთი სასიამოვნო და მიღებული მსმენელი ვართ, სადაც განკითხვა მიდის და არც ხელს უშლით და რეალურად მაინც მონაწილეობთ. ის სმენასაც უნდა და გონება უნდა მაქსიმალურად შემოვზღუდოთ ისეთი აზრებისგან, ფიქრებისგან და პირიქით კონცენტრაცია მოახდინოთ სინანულზე, ცოდვების დანახვაზე და ის ეფრემასურის ლოცვა, ანდრია კრიტელის კანონი თვითონ მარხვის პერიოდი ამაში ვეხმარება რომ ეს ყველაფერი ერთდროულად იყოს რა. გარეგნული და შინაგანი მარხვა ჰარმონიულად იყოს ერთმანეთთან შერწყმული და საბოლოოდ ამ ყველაფერმა რაღაც უნაყოფოდ კი არ ჩაიაროს, არამედ რაღაც კეთილი ნაყოფი თუნდაც მცირე საბოლოოდ რაღაც გამოიღოს და ის სიხარული მივიღოთ აღდგომის. და რაც შეეხება სამარხო, აი ამ დღევანდელობას ახლავს ეს სამწუხაროდ. რა თქმა უნდა, აკრძალული არ არის სამარხო
არაფერი სამარხოს მიღება. აგრძელული არ არის თქვა შეიძლება ნამცხვარიც იყოს სამარხო რაღაცა. მაგრამ ჩვენ ამაზე ეს არ უნდა იყოს ჩვენი მოთხოვნილება და ჩვენი მთავარი ყურადღების საგანი და ამის შეიძლება რა თქმა უნდა ეს მივიღოთ თუ არის ან შევიძინოთ ან მევიტანოთ ან ასე შემდეგ სუფრაზეც იყოს მაგრამ აქეთ არ უნდა გადავერთოთ რომ ეს სამარხო შოკოლადები, სამარხო ყველი, სამარხო და თითქოს ვიმარხულოთ და ახლა სინდისი ყოველთვის გვეტყვის ჩვენ ამას და უნდა მოусმინოთ. ლუარსაბ მეფე თეიმ შაჰაბასმა თევზი შესთავაზა დიდ მარხვაში და თევზზე უთხრა უარი. ხორცი არ შეუთავაზებია. თევზი შესთავაზა და ლუარსაბმა ახალგაზრდა მეფე იყო ქართლის. ლუარსაბმა უთხრა რომ დღეს რომ მე თევზი ვჭამო, ხვალ ხორცს შემომთავაზებ და ზეგს ჯულის გამოცვლასო და ზედმეტად რომ დააძალა, უთხრა შემდეგ ასე. ისე მარხვა ერეკლე მეორე ვიცით ავადმყოფობდა სიბერეში და მაშინაც კი არ გატეხა მარხვა, მაგრამ ნუ ეს მაშინ შეიძლებოდა რა თქმა უნდა ავადმყოფობის დროს მარხვა არის იმისთვის დაწესებული საკვებით მარხვა, რომ ხორცი მოუძლურდეს და სული გაძლიერდეს და თუ ისედაც მოუძლურებულია მიზეზების გამო, აი ავადმყოფობის გამო, ასაკის გამო, ორსულობის ან მეძუძრობის გამო, თუ ისედაც მოუძლურებულია ზედმეტი ტვირთის დადება, არ არის სწორი და რა თქმა უნდა ეს და შეიძლება რომ ამ პარტავნებად განიხილებოდეს, თქო თუ ადამიანს ექიმი ეუბნება, რომ ამის მიღება მისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია და ის მაინც არ მიიღებს. თუ მას აქვს ამის უფლება, რა თქმა უნდა, როგორც ყველა ადამიანს და ეკლესია ხო იძლევა უფლებას და საშუალებას, რომ ჯანმრთელობის მიხედვით იმარხულოს ადამიანმა. აი, ამ შემთხვევაში ალბათ მოძღვრის კურთხევაც იქნება ის დამატებითი ბიძგი და მითითება რა უფრო ისეთი, რომელიც ექიმთან ერთად მას უკვე კურთხევას ექიმის რჩევა, ხო, ექიმის რჩევა შეიძლება არ მიიღოს, მაგრამ თუ მოძღვარიც კურთხევას მისცემს, ეს ორივე მხრიდან შეიძლება მე დათმოს და მიიღოს, თუ ეს აუცილებლად სჭირდება. მამა უკაცრავად გამახსენდა დანიელის და მისი მეგობრების მარტო მწვანილს რო ჭამდნენ, იმიტომ რომ არ იცოდნენ რისგან შედგებოდა. და ხო იყო იქაც თქვა დაკვირვების ქვეშ იყვნენ ეს ხმაწვილები, რომ გაიზრდებოდნენ, გასუქდებოდნენ თუ არა და ამ დროს მშვენივრად იზრდებოდა და ბერები ღრმასი ბერემდე 100 წელი ცხოვრობენ პურზე და წყალზე ზოგიერთი. ხო, ნამდვილად არ არის ეს თქო აქ ლაპარაკი იმაზე, რომ ეს არ არის მოწოდება, რომ ახ ადამიანი პურზე და წყალზე გადავიდეს, მაგრამ ასეც მარიამ ეგვიპტელმა მე მგონი რამოდენი პურის ნამცეცებზე და ბალახებზე იცხოვდა. როდესაც არის დაწესებული ეგვიპტელის ხსენება მეხუთე კვირას დიდი მარხვის დიდი წმინდანების ხსენება, რომელიც აძლიერებს მარხვას სულიერადაც ხორციელ მხარესაც პირველ კვირას მართლმადიდებლობის ზეიმია მარხვის პირველ კვირას დაწესებული ეკლესია, მართლმადიდებელი ეკლესია ამ ბობოქარწუთის სოფელში არის ის კიდობანი, რომელში მყოფნიც გადარჩებიან და აი მუდმივ ბრძოლას განიცდის ეს ეკლესია ტრებისგან, ეშმაკისგან, სხვადასხვა ერესებით, სხვადასხვა წვალებლობების მხრივ და აი მათზე გამარჯვების ზეიმია ეკლესიის გამარჯვების, რომელიც უფალმა კლდესაზე და დაამყარა და ჭენი ჯოჯოხეთისან ვერასდროს ვერ მოერევიან, აი ამის ხსენებით ამხნევებს ეკლესია ადამიანებს მარხვის დასაწყის პირველი კვირიდან და აი შემდეგ მეხუთე კვირას ბოლოსკენ მანამდე არის გრიგოლ პალამას ხსენება იქ შუა მარხვაში შუა პერიოდში ეს ზუსტად განზოგება არის მარხვის ჯვრის თაყვანისცემა დაწესებული. ესეც გასამხნევებლად და იმის აი როგორც სიცოცხლის ხე იყო 64 შუაგულში, ასე არის ჯვრის თაყვანისცემა დიდი მარხვის შუაგულში დაწესებული, მაცხოვნებელი, გამომხსნელი ჩვენი საით მივდივართ და რისთვის მარხულობ და ვის მიმართ მარხულობ და რა არის ამ ყველაფრის აზრი და ბოლოსკენ მარიამ ეგვიპტელი ქალი, რომელმაც ასეთი საოცარი მაგალითი, რომელიც ისეთ
ღრმაცოდვებში იყო ჩაფლული და ანგელოზებრივ სიწმინდეს მიაღწია და მარხვითაც სამაგალითო და სიწმინდითაც სამაგალითო. აი ვის უნდა ეს გამამხნევებელი ქრისტიანისთვის და მაგალითის მიმცემის, თორემ ფარისეველის მარხულობდა იცავდა ზედმიწევნით, მაგრამ მას ამპარტავნების და ხიბლის მიზეზად ექცა სამწუხაროდ ეს მარხვა და სხვა სათნოებებიც მასთან, ამიტომ არ უნდა მივემსგავსოთ ფარისეველს. და ყველასთვის ცნობილია, რომ ჭამა საერთოდ არის ადამიანისთვის სასიცოცხლოდ საკვების მიღება, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ქცევა, ხო? ეს ძალიან ეს არ არის მარტო სიამოვნებასთან დაკავშირების აუცილებელია, მაგრამ თან არის სერიოზული ანტიდეპრესანტი. ადამიანი ხარობს ხშირ შემთხვევაში საკვებით და ხარობს სასმლით, ხარობს ერთობით, ერთიანობით და აი დღესასწაულებზე და განსაკუთრებით მსგებსზე რო გადადის ეს ალბათ ესეც რაღაცნაირად გათვლილია, ეს დიდი ხანია ეკლესიაში არსებობს თუ როდიდან შემოვიდა, რომ ყოველი მარხვის ბოლოს უბრალოდ დიდი მარხვების ბოლოს არის მერე ხსნილი და არის კიდევ ესეთი დღეები, როდესაც არის ხსნილი. აი თქვენ ბრძანეთ მარხვის წინ ეს არის მომზადება და აი მარხვის მერე რას ემსახურება? ზოგადად ასეთი წესი იყო ეკლესიაში და არის, რომ ღვთისმსახურების შემდეგ მას მოსდევს ტრაპეზი. აი მრევლი ღვთისმსახურებას, ლიტურგიას აღასრულებენ, ეზიარებიან და ამ ლოცვის და მსახურების შემდეგ ერთად ხდებიან და სიყვარულის აღაპი ეწოდება და ერთად ტრაპეზობენ. დაახლოებით ეს სიმბოლური მსგავსება არის ეს, რომ ამ დიდი მარხვის შემდეგ ზეიმის აღნიშვნის და აი ამ სისავსის შემდეგ ქრისტიანებს ეძლებათ ლხინის და შვების პერიოდი და რა თქმა უნდა ეს ზომიერებით უნდა იქნას ყველა შემთხვევაში და ხსნილია. გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში არის ასეთი ადგილი, როცა გრიგოლი და ხვედიუსი ერთად იტრაპეზებენ, ჯერ ილოცებენ და შემდეგ იტრაპეზებენ და მათი ტრაპეზი არის პური, წყალი, სეფისკვერი და ძალიან მწირი. და გიორგი მერჩული აღწევს, რომ აი იშვებდნენო, მათთვის ესეც კი საკმარისი იყო, აი რომ გაიხარეს და იტრაპეზეს, იმიტომ რომ ის გაცილებით მკაცრად მარხულობდა ხვედიუსი, განსაკუთრებით ის ასაკოვანი იყო, დიდი წმინდანი ძალიან. და ეს ტრაპეზის მრავალფეროვნებაც დაშვებულია, რა თქმა უნდა, მაგრამ ყველგან ზომიერება, ყველაფერში ზომიერება უნდა იქნას დაცული, მანამდეც, მარხვაშიც, ხსნილშიც და ზოგადად ზომიერება ჩვენ არ უნდა მარხვის არც უკიდურესობა არის მისაღები, არც შვების და ტრაპეზის უკიდურესობა. ვისაც არ გაუსინჯავს აი მსახურების მერე ტრაპეზი ან მონასტრის ტრაპეზი, ალბათ ხანდახან მიფიქრია, რომ მან არ იცის რა არის მადლი, აი ეს მარილის მოყრა, თითქოს ესეთი გემრიელი ტრაპეზი ალბათ არც არსებობს სხვა. ყოველ შემთხვევაში ჩემთვის. და მე მინდა რაღაც ჩვენი გადაცემა დასასრულს უახლოვდება და რაღაცნაირად დაგულოცოთ, მოგცეთ კურთხევა, რომ გავძლიერდეთ ამ მარხვაში, რომ შევიგრძნოთ მარხვის და ლოცვის მთელი ძალმოსილება სიგრძე-სიგანით და როგორც შევძლებთ, ისე ვიმსახუროთ. ერთმა დაგლოცოთ, ერთმა გაკურთხოთ. ძალიან დიდი დღესასწაული გვიახლოვდება ჩვენ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული და დავიწყეთ მარხვა. ეს ერთდროულად უნდა ღვთის შეწევნით შესაძლებელია და ეკლესიური მსახურებებში მონაწილეობით. ჩვენ თუ ყურს დაუგდებთ და მოусვენთ იმ საკითხავებს და გავიაზრებთ, რაც ამ დროს იკითხება, ეს ყველაფერი ჩვენ დაგვეხმარება საკუთარი ცოდვების დანახვაშიც, რომლისთვისაც ეს პერიოდი აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ. აუცილებლად ჩვენ გვჭირდება დახმარება, უფლის შეწევნა, ეკლესიის შეწევნა, ერთმანეთის დახმარება ადამიანებს და ეს არის ის პერიოდი, რომელიც
აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ, არ უნდა გაუშვათ ხელიდან, რომ ჩვენი ცოდვები დავინახოთ, ჩვენი დაცემულობა, ჩვენი შეწყალების აუცილებლობა შეუნდოთ ყველას. ყველას უნდა შეუნდოთ, იმიტომ რომ ჩვენ საჭიროებთ შენდობას და ვითხოვთ ჩვენ შენდობას და ჩვენ უნდა პირველები ვერავინ უნდა დაგვასწროს პატიებაში. ამაში უნდა ვიყოთ ძალიან მონდომებული, პატიებაში უნდა ვიყოთ აი ბეჯითი და მონდომებული. და თან ვატაროთ აღდგომის სიხარული, რომლისკენაც მივდივართ ჩვენ, რისთვისაც არის ეს მარხვა, არ არის მწუხარებისთვის. რა თქმა უნდა, ეს არის სინანულის მეტი განცდისთვის, ცოდვების განცდისთვის, მაგრამ აღდგომის სიხარულისთვის და მერთმა ინებოს, რომ მარხვა იყოს სინანულიანი ჩვენი და ნაყოფიერი იყოს მარხვა და აღდგომის ბრწყინვალე სიხარულითაც ჩვენი გულები და თქვენი გულები ღმერთმა აავსოს ეხლაც ამ დღესასწაულზე და მთელი ცხოვრების მანძილზე. მერთმა დაგლოცოთ და გაკურთხოთ. დიდი მადლობა მამაო მოგზაურობისთვის, ესეთი კეთილი საუბრისთვის და იმეც ვიტოვებ, რომ ჩვენი თანამშრომლობა კვლავაც გაგრძელდება. მე კი შეგახსენებთ, რომ დღეს ჩვენი სტუდიის სტუმარი იყო საბურთალოს წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური მღვდელი კახაბერ ტვილდიანი. კარგად ბრძანდებოდეთ მომავალ შეხვედრამდე.